საკმაოდ ვრცელია დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა და რომლითაც შეფასებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობა სახელმწიფოებში 2025 წელს და მათ შორის შეფასებულია 2025 წელს უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. Ამ დოკუმენტში ფაქტობრივად ყველა მოვლენას მოუყარა თავი ევროკავშირმა და გაიხსენა ყველა შემთხვევა, რომელიც ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ეხება და უპირველესად ეს ეხება პროტესტს და ძალადობის შემთხვევებს, რაზეც დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, ძალადობას ქალების წინააღმდეგ, ჟურნალისტების, დემონსტრანტების წინააღმდეგ და ეს ძალადობა დაუსჯელია გამომდინარე იქიდან, რომ მოძალადეები დასჯილები არ არიან, რაც ევროკავშირის მტკიცებით ხელს უწყობს დაუსჯელობის გარემოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში. გარდა ამისა, ადამიანის უფლებებზე საუბრის დროს ყურადღების მიღმა არჩება პატიმრები, პოლიტიკური დევნა პოლიტიკოსებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ და კითხვის ნიშანია დასმული იმის შესახებ, რამდენად სამართლიანი იყო მათ შესახებ გადაწყვეტილება და რომ სამართლიანი იყო თუ არა სასამართლო ამ საქმეების განხილვის დროს. და ბუნებრივია 2025 წელსზე საუბრის დროს ევროკავშირი არ ივიწყებს კანონებს, რომელიც ამ წლის განმავლობაში სახელისუფლებო პარტიამ პარლამენტში მიიღო, მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით. ამ კანონებში იგულისხმება კანონები, რომელიც უკავშირდება მედიას, სამოქალაქო სექტორს თუ პროტესტს ქვეყანაში. ყველა ამ კანონს მიიჩნევს ევროკავშირი რეპრესიულად და ამბობს, რომ ასეთი კანონებით, პოლიტპატიმრების არსებობით თუ მოძალადეების დაუსჯელობით სახელისუფლებო პარტია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უთხრეს ძირს. ადამიანის უფლებები საქართველოში მკაცრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის საკრძალვას, გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას, აგრეთვე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს. 2025 წელს ფართოდ იყო გავრცელებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ზოგ შემთხვევაში წამებასა და არაადამიანო ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდებოდა. არც ერთი დამნაშავე არ მიცემულა პასუხისგებაში, რამაც ხელი შეუწყო დაუსჯელობის გარემოს ჩამოყალიბებას. თვითნებური დაკავებების, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენების და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციულად მკაცრი სასჯელის გამოტანის შემთხვევები აჩენს შეშფოთებას სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდება. საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გაატარა რეპრესიული ზომები, რაც სერიოზულად ძირს უთხრის დემოკრატიულ გადაწყვეტილებების მიღებას და პროცესებს და ფაქტობრივად გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა და ხელისუფლების დანაწილების, შეკავების და გაწონასწორების სისტემა. საქართველოზე საუბრის დროს დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს. იქ საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ხელი შეუწყო ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და მათ შორის ფინანსური დახმარების გაყინვას ევროკავშირის მხრიდან. თუმცა ფინანსური დახმარების გარდა აქ თავმოყრილია ყველა იმ განცხადებაზე, რომელიც ამ დრომდე ევროკავშირის ხელისუფლების მისამართით გაუკეთებია, მათ შორის მოწოდებები რეპრესიული კანონების გაუქმებას და იმ 9 ნაბიჯის შესრულების შესახებ, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის გაგრძელებისთვის არის საჭირო და გარდა ამისა აქ საუბარია იმის შესახებაც, რომ ხელისუფლებამ გვიან მოიწვია ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისია 2025 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რამაც ფაქტობრივად არ დაუტოვა დრო და შესაძლებლობა ეუთოოდირს, რომ შეეფასებინა ჩატარებული არჩევნები. საქართველო კი ამ დრომდე მთელ რიგ რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით არ ასრულებს. ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლა, გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა, მიეღო დემოკრატიული ყოვლის მომცველი და მდგრადი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების და კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესაბამისად. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას პატივისცეს, დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეთა ადამიანის უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი.
და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები. კომისიამ ახალი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში დაიწყო პროცედურა დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლების შეჩერების მიზნით. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვება. გარდა ამისა, საქართველომ ვერ გაითვალისწინა ეუთო ოდირის წინა არჩევნების ვერც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. საქართველოს დარჩა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს არჩეულ წევრად 2025 წლის ბოლომდე. ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურმა პროცედურებმა მოუწოდეს საქართველოს გამოიძიოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ზოგადად შენარჩუნებულია კარგი თანამშრომლობა, საქართველო არ შეუერთდა ზოგიერთ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივას. ეს კრიტიკული გზავნილები და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ არის უცხო ქართული ოცნებისთვის, რადგან ეს დოკუმენტი აერთიანებს ყველა იმ მოწოდებას თუ კრიტიკულ ანგარიშს და დაკვირვებას, რაც 2025 წელს მთელი წლის განმავლობაში ჰქონდა ევროკავშირს საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სახელისუფლებო პარტიას ამ დრომდე ბევრჯერ მოუწოდებდნენ, რომ გაეუქმებინა კანონები, რომელიც ლახავს ადამიანის უფლებებს საქართველოში, გაეთავისუფლებინა პატიმრები, რომლებიც პოლიტიკური მოტივით არიან ციხეში და გარდა ამისა შეეწყვეტა პოლიტიკური დევნა ოპოზიციის მიმართ, თუმცა არც ერთი ეს რეკომენდაცია ამ დროის განმავლობაში სახელისუფლებო პარტიას არ გაუთვალისწინა.